მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, გამარჯობა. დღეს არის 15 მარტი. მე მინდა გითხრათ სოფლიო სპორტის შესახებ და სპორტის სამყაროს შესახებ ახალი ამბები გაგაცნოთ სპორტის სამყაროში რა ხდება თუ სოფლიო სპორტის შესახებ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, როგორც ჩავწერეთ წინა ვიდეოში, პარის ლივერპული პარის სენ-ჟერმენი ძალიან რთული მატჩი გამოდგა, ძალიან მაგარი თამაში იყო, ორივე გუნდს ჰქონდა შეტევები, მომენტები, კუთხურები და ასე შემდეგ, არაერთი სახიფათო მომენტი იყო ორივე გუნდისგან და ძალიან საინტერესო მატჩი შემოგთავაზეს ჩემპიონთა ლიგის. კერძოდ ინგლისში მოხდა ეგრეთ, როგორც ვარაუდით გამოთქვით, ვარაუდე მოკლედ იმით, რომ ვარაუდი იყო ის, რომ პენებამდე მივიდოდა საქმე. ძალიან რთული მატჩი გამოდგა, დემბელემ სადღაც 12 წუთში მოახერხა დამატებაზე, დამატებაზე აღმოჩნდა დემბელე და როგორც ვივარაუდე, ეს ძალიან რთული მატჩი გამოდგებოდა და სანახაობრივი მატჩი იყო, რაც თავარია ლივერპული პარის სენ-ჟერმენი ძალიან სწრაფად მოახერხა პარის სენ-ჟერმენმა ანგარიში გახსნა, კი ლივერპულმა თითქოს თავიდან კარგად დაიწყო შეტევები, აქტიურობდა აქედან სალახი, მაკალისტერი და ასე შემდეგ. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გითხრათ, მაგ მომენტებიდან გამოირჩეოდა ხვიჩა კვარაცხელიას, რა საგოლე პასი მისცა მარგოლას, ამაოდ ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ ალისონი არის ასაულ ფორმაში, რა თქმა უნდა, რომელიც ამ ზაფხულზე ალისონმა უნდა დატოვოს ლივერპული და მამარდაშვილი შეუერთდება ლივერპულს. ქართველი მეკარე მამარდაშვილი ლივერპულის მეკარე გახდება. ჩემო არხის მაყურებლებო, რაც შეეხება, მე გეტყვით, არაერთი საკამათო მომენტი იყო, რა თქმა უნდა, თითქოს საჯმა დანიშმა აცაკეს პენანი და ძალიან საკამათო მატჩი იყო, რა თქმა უნდა, აქ დონარუმაც თამაშს ვერ დავტოვეთ, უყურადღებოდ დონარუმამ რა ბურთები გამოიტანა საჯარიმოდან მეკარემ და წარმოიდგინეთ დაცვამ როგორ ითამაშა. გასაოცარი თამაში იყო, ჩაკეტილი თამაში იყო და შეთანხმებულივით გუნდური თამაში იყო პარის სენ-ჟერმენის მხრიდან. ეხლა კი რა შეეხება, არაერთი მომენტი ჰქონდა, რომ პინტაპი მოიგო და წერტილი დაესვა პარის სენ-ჟერმენს ლივერპულისთვის, მაგრამ ლივერპული დაცვაში და შეტევაშიც კარგი იყო. ჩემო არხის მაყურებლებო, შედარებას გავაკეთებ. ეხლა რა შეეხება საფრანგეთში პარის მეზე, რა თქმა უნდა, არაერთი შანსი ჰქონდა და ულამაზესი გოლი გაუუქმეს ასევე პარის სენ-ჟერმენის 7-ნომრიან ფეხბურთელს, ეს ხვიჩა კვარაცხელია და აქ ორჯერ ჰქონდა შანსი, სამჯერ ჰქონდა, რომ საგოლე პასით, ასისტით შემართებოდა თავის კარიერაში კიდე ერთი ასისტით აღენიშნა ერთ თამაში, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ მაგალითად პრინციპში ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. რა ბურთი გადაარჩინა, თქვენ ნახავდით, ალბათ კუთხეში არეულობა რო იყო და ყველანაირი მას ახერხებდა პარის სენ-ჟერმენი, თითქოს ჩემო არხის მაყურებლებო, მაგრამ ორივე გუნდმა გასაოცარი თამაში შემოგთავაზეს და როგორც ველოდით, ძალიან რთული თამაში შემოგთავაზეს და პენების სერიაში დონარუმაზე იყო უკვე საქმე დიდითადაც და დონარუმმა გადაწყვიტა, რომ მისი ორი პენალი, ვინაიდან ორი პენალი გააფუჭა ლივერპულმა და გადაწყდა
უკვე რომ Paris Saint-Germain-ი გავიდა მეოთხედფინალში. ეხლა კი რა შეეხება მიუხედავად ბაიერნმა ლევერკუზენს წამოიდგინეთ ძალიან რთული თამაში იყო 2-0 წააგო და საერთო ჯამში 5-0 წააგო მიუხედავად ბაიერნი გავიდა შემდგომ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის ეხლა კიდე ჩემო არხის მაყურებელო ანტონ ვილა ძალიან იოლად გავიდა მეოთხედფინალში ასევე მინდა გითხრა წინა მატჩი მოიგო 1-3 და ასე შემდეგ ეხლა კიდე ჩემო არხის მაყურებლებო მე მინდა შემდეგი დღის თამაშებიც გითხრათ და უყურადღებოდ ადავტოვოთ ჩემო არხის მაყურებლებო განმოგცეთ სწორი ინფორმაცია დეტალურად გაერკვიოთ ამის შესახებ რა ხდება სოფლიო სპორტის შესახებ არაფერი და ყველაფერს მოგახსენებს სრულიად როგორც აქამდეა და ახალ შემოთავაზებები იქნება ვიდეოში და ახალი აქტივობებს დავგეგმავთ მალე ჩემო არხის მაყურებლებო ასევე დავიწყოთ ეხა წამოიდგინეთ რომ ველოდით დაძაბულობას იმის მიუხედავად რომ არაფერი არ დასრულდა ლევერკუზენის თუნელი ჩაბი ალონსო ყოფილი მადრიდის რეალის მოთამაშე და ძალიან ჩემპიონობასაც უკვე ვთქვათ რომ დაცვას აპირებს ლევერკუზენი და ძალიან მაგარ მდგომარეობაშია ლევერკუზენი რომელიც ერთადერთი მატჩია მხოლოდ წაგებული თავის ბუნდესლიგაში კერძოდ მე მინდა გითხრათ ეხლა შეეხება მადრიდის ატლეტიკომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დაწყებიდან 50 წამში გოლი შეაგდო და თამაში დაბრუნება შეეცადა მადრიდის ატლეტიკო გადასტეხვა და დრამატული მატჩი გამოდგა ატლეტიკოს შეტევები ჰქონდა ჩემო არხის მაყურებლებო რეალმა როგორც ვიცით ვინისიუსმა პენალი გააფუჭა და ძალიან ინტრიგას დატოვეს თითქოს ამ თამაში ამ მატჩი ჩემო არხის მაყურებლებო მაგრამ 120 წუთი დასჭირდა გამარჯვებულის გამოვლენას ამ ორი გუნდიდან მხოლოდ აქედან გაურკვეველი იყო ხუნიან ალვარესის პენალი რატო არ ჩათვალა საჯმა მე ვიტყვი ჩემო არხის მაყურებლებო თქვენ დაწერეთ კომენტარებში რომელი უფრო იმსახურებდა ჩემო არხის მაყურებლებო ეხლა შეეხება ბოდიშკი ხდით პატარა დეტალი იყო ეხლა კიდე რა შეეხება გეტყვით აგერ ხუნია ალვარესი 11 მეტრიანი არ ჩაუთვალეს და პრინციპში მე ასე ვფიქრობ და როგორც ჭირვა ფასე მატჩი რეალ დაუმსახურებლად გავიდა მეოთხედფინალში და ჩემო არხის მაყურებლებო ესეთ კითხვას გისვამთ თქვენგან რომელი იმსახურებდა დამსახურებლად მადრიდის ატლეტიკო იმსახურებდა შემდგომ ეტაპზე გასვლას თუ მადრიდის რეალი აქტიურად კომენტარები დაწერეთ თქვენი კომენტარები მაინტერესებს და თქვენი კომენტარი მაინტერესებს რომ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვინ გავა თქვენი აზრი მაინტერესებს აგერ ვარ მე ჩემი YouTube არხზე და დაწერეთ კომენტარები კიდე მინდა კიდე ერთი გითხრათ რა შეეხება არსენალმა 2-2 ითამაშა და საერთო ჯამში 3-9 წააგო იმან PSV არსენალთან და არსენალი პრობლემოდ გავიდა მეოთხედფინალში ეხლა კი რა შეეხება ევროპა ლიგაზეც მოგახსენებთ თუ რა ხდება უნაიტედმა 3-ით უпроსოდ უნაიტედმა ერთ-ერთი ითამაშა ვილია სოციედადთან ძალიან დაძაბული დრამატული მატჩი იყო პირველი და მეორეს რაც შეეხება უნაიტედმა ძალიან გადამწყვეტი დიდი როლი ითამაშა და გუნდმა უკვე ძალიან გამოკეტილი ყავდა სოციედადი რომელმაც სწრაფად გაუტანა
2-1 იყო საერთო ჯამში, მაგრამ აქ 2-3 პენალი დაინიშნა ჩემო არხის მაყურებლებო 2 პენალი და უკვე აქ გადამყვეტი ამოჩნდა, რომელიც ბრუნო ფერნანდესმა ქეთ-ტრიკი შეასრულა იმ მატჩში და გადამყვეტი ამოჩნდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო უნაიტედი მეოთხე ფინალში ევროპის ლიგის მეოთხე ფინალში. ეხლა კი რას შეეხება, ეხლა კი დანარჩენი გუნდები. რომა იგებდა იტალიაში 2-1 და გადამყვეტი არ ამოჩნდა, საკმარისი არ ამოჩნდა ევროპის ჩემპიონატისთვის მეორე მატჩისთვის, იმიტომ რომ ბილბაომ სხვა თამაში ეთამაშა 3-1 წააგო და საერთო ჯამში 4-3 მოუგო ატლეტიკ ბილბაო რომას და საერთო ჯამში არ იყო იმისთვის შემდეგ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასულიყო რომა. რაც შეეხება რომა გამარჯვებულია ატლეტიკი ბილბაო მეოთხედფინალში, უნაიტედია მეოთხედფინალში. ეხლა მე მინდა გითხრათ ჯორჯ მიქაუტაძეზე, რომელმაც გიორგი მიქაუტაძემ სასაული რაღაცა მოახერხა 2 გოლი და 2 დუბლი ჩემო არხის მაყურებლებო. მართალია სულიად არ მოგესმებათ, იმიტომ რომ არანორმალური თამაში ჩაატარა გიორგი მიქაუტაძე და მაგარ ფორმაშია ჩემო არხის მაყურებლებო, ძალიან სახიფათოა შეტევებში და ძალიან აქტიურია ჩვენი ქართველი. მე მინდა წარმატება უსურვო, 4 გოლია მის ანგარიზე და 4 საგოლე პასი მისი გუნდი კი უნაიტედს რიონი უნაიტედი შეხდება, რა თქმა უნდა ამაზე შემდეგ ვიდეოზე რო აპტვითო მოგახსენებს ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი რაც შეეხება დღევანდელი მატჩებისა, ევერტონი პრემიერ ლიგაზე გადავედეს, შემდეგი არის ჩვენი თემა პრემიერ ლიგის ამბავი. ევერტონი 7 საათზე მეორე მატჩი ლუტონს ძალიან მაგარი შანსი აქვს მოგეხსენებათ, ლუტონი 7 საათზე მანჩესტერ სიტი დღე თბილისში 7 საათზე ითამაშებს ბრიუგნოვსთან, საუთჰემპტონი ვულზი 7 საათზე მხოლოდ 4 მატჩია პრემიერ ლიგის დღე 7 საათზე, რომელიცაც შემოგთავაზებთ. ეხლა მე მინდა გითხრათ ლივერპული, რა თქმა უნდა, ძალიან გადაწყვეტილია ლივერპულის საქმე. 15 ქულით ჩამორჩება არსენალი და ლივერპული განახოსა, რომ მორიგი პრემიერ ლიგის მოგება აღნიშნოს, რომელიც 2015-20 წლების მერე არ ყოფილა ჩემო არხის მაყურებლებო, არ გამხდარა ინგლისის ჩემპიონი, პრემიერ ლიგის ჩემპიონი. ეხლა კი რაც შეეხება, უცებ მე მინდა გადავიდეთ ბუნდესლიგაზე, გასაოცარი მატჩები ჩატარდება. მე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე მატჩები დღეს იქნება ეხლა გეტყვით ხვალინდელ გასამართ მატჩებს. ხვალ როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპა ფინალი, ჩემო არხის მაყურებლებო, რაგბი ევროპა ფინალი ესპანეთს ვეთამაშებით 16 საათზე თბილისის ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებს. ასევე ეხლა მე მინდა შემდეგი რაც შეეხება ლიგა 1-ზე გადავიდეთ თემა. ლიონი
ლიონი ეთამაშება, რა თქმა უნდა, ლიონი ძალიან მნიშვნელოვანი ქულები აქვს მოსაპოვარნი, რომ 4-ში შევიდეს. ჩემი აზრით, ჩემო არხის მაყურებლებო, მე ვფიქრობ, რომ ლიონი მეორე ადგილზე დაამთავრებს ჩემპიონატს ლიგა ეს, რა თქმა უნდა, ჩემო არხის მაყურებლებო და აქ არაერთი მატჩი ექნება მაგისთვის მოსაგებად, რომ მომავალ წელს გაინახულოს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე შეძლოს თამაში, ასე ვთქვათ. ეხლა კი შეეხება არის ეჯენმენი ხვათვილისი დროის, ასე მარსელს ეთამაშება, დანარჩენები ბრესტი რეიმს ეთამაშება, ხვალ 20 საათზე და 15-ზე მატჩები მხოლოდ და მხოლოდ 18 საათზე ლიონს შემოგთავაზებს სეტასტა სპორტი, ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. სენტ-ეტიენი, რომელიც ზურიკოთავით შესანიშნავი სტატისტიკა 7 გოლი და 4 საგოლე პასი, როგორც მოგეხსენებათ. აქაც გასაგებია, თუ ხვათვილისი დროით 15 როაკლეესი დაიწყება პარი სენ-ჟერმენი, მარსელი. ეხლა კი მინდა რომ ეხლა მე მინდა გითხრათ დღევანდელი მატჩებისა. უცებ გადავიდეთ დღეს ლილი ხო ნატრაზე ეთამაშება დღეს ორი თამაშია შაბათი დღე ლილე არქიელსი მონაკო ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მიუხედავად რომ პოლონთან მეორე მესამე ადგილზეა მაინცი ესე ბურგ 18 საათზე და დანარჩენები ხვალი თვისა ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი შეეხება აქ მონსა ეთამაშება პალმას, ძალიან საინტერესო მატჩი გამოდგება თბილისში დღეს არის, რა თქმა უნდა, 18 საათზე მეორე მატჩი 18 საათზე, მესამე მილანი უნდა ესააზე 12-15 როაკლეა თამაში არის ბოლოს ტორინო ემპოლო, ჩემო არხის მაყურებლებო და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა უცებ შემოგთავაზოთ სტატისტიკებს შემოგთავაზებთ ფეხბურთში გუნდებს, გეტყვით ეხლა ყველაფერს. დავიწყოთ დღეს, როგორც ვიცით, მადრიდის რეალს აქვს მორიგი მატჩი გასამართად. ხბალ არის ნაპოლს უჭირდება გამარჯვება და 3 ქულა, სუფთა 3 ქულა. აქაც დაძაბულია მდგომარეობა, ან ჩემპიონო ბრძოლა აქ ჯერჯერობით დასრულდება ჩემი არხის მაყურებლებს. ძალიან საინტერესოა თითოეული ქულა ინტერისისას და ნაპოლისთვისაც და ატლანტაც არ ხუმრობს, 3 გუნდი ბრძოლას ჩემპიონო ბრძოლაშია ჩართული. ასე ჩემო არხის მაყურებლებო, აქ დაძაბულია მდგომარეობა და მიამდენეთ ჩემო არხის მაყურებლებო და სერია თან განვითარებულ პროცესებს მიამდენეთ, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლოა განვითარდეს. აქ ჯერ არაფერი არაა დასრულებული პრინციპში, რომელსაც 3 წაგება ინტერს და ნაპოლს 4. აქაც თითქოს ესეა საქმე, მაგრამ ერთი ქულით ჩამორჩება მხოლოდ და მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა აქაც დასრულებულა ჩემი აზრით, იმიტომ რომ 18 ქულით ინტერი, რომელსაც მომავალ წელს შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგაზე მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მარტო მაგაზე არ ექნება შანსი ექნება, რომ სერია მოიგოს და ჩემპიონი გახდეს სერიაც, მაგრამ აქ მივამდენოთ ფარყური და
ნუ გავასწრებთ მოვლენებს ჩემო არხის მაყურებლებო, შესაძლოა ყოველივე სიგიჟე მოხდეს და ნაპოლი გახდეს სერიის ჩემპიონი. ჯერ ტური დასრულებამდე სურათი ტურია. ჩემო არხის მაყურებლებო, ძალიან საინტერესო მდგომარეობა და ძალიან საინტერესო მთავრდება მოვლენები საჩემპიონო ბრძოლაში სერიაში კერძოდ. ეხლა მე მინდა უცე გადავიდე ლა ლიგაზეც, გეტყვით ეხლა ყველაფერს. ეხლა ჩემი თხოვნა იქნება ჩემო არხის მაყურებლებო მაქსიმალურად და ლაიქით გამოიწერეთ ჩემი არხი, გააზიარეთ მაქსიმალურად, რათა ბევრს საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ და გაიგებთ. შემდეგი მასაც ვიტყვით ეხლა ლა ლიგაში მდგომარეობას მოგახსენებთ. Las Palmasია ალავესი 2-2 ძალიან საინტერესო მატჩი ვარიადორის სექტორი 17 საათზე გაიმართება თბილისის დროის მანიოკა ესპანიორი 19 საათზე და 15 წუთზე შემოგთავაზებს სეტასტა სპორტი ვირია რეალი ფოდიშკი ხდის ხაზგაუცნებ დღეს 10 საათის ნახევარზე რეალ თამაში ძალიან საინტერესო და რთული თამაში გამოდგება, სანახაობრივი მატჩი გამოდგება. ეხლა კი არ შეეხება ქულები თანაბარი აქვს ბარსელონას და მადრიდის რეალს, გოლი აქვს ბარსელონას 71-ზე 25 გაშვებული, 71 გატანილი აქვს. ძალიან მაგარი სტატისტიკა ბარსას, 57 აქვს გატანილი მადრიდის რეალს და 26 გაშვებული და აქ 3 გოლს შეუძლია საჩემპიონო ბრძოლის ტურები შემოგთავაზოთ, დაზაბური ტურები, ლა ლიგის ტურები. აქ დარჩა მხოლოდ 12-11 ტური საჩემპიონო ბრძოლამდე. საბოლოოდ ვინ გახდება ლა ლიგის ჩემპიონი. გამოჩნდება ბოლო ტურებში ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა მე მინდა კიდე გითხრათ შემდეგი ჩართვა და აიტვირთება ჩემ არხზე შემდეგი ვიდეო ამისთვის საჭიროა ჩემო არხის მაყურებლებო თქვენ სწორად რო გაიგოთ და რო გეცოდინოთ თქვენი საყვარელი გუნდი როდის თამაშობს და ასე შემდეგ ამისთვის საჭიროა დაალაიქოთ ჩემი YouTube არხი გამოიწეროთ, გააზიაროთ მაქსიმალურად, რათა ბევრს საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ თუ მოგეწონებათ ვიდეო. გმადლობთ.